სინათლე ის ყველგან არის ჩვენს გარშემო და მის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. მზე, ცისარტყელა, ვარსკვლავები, ცეცხლი, ლაზერები თუ ელვა. ყველა მათგანს გააჩნია ჩვენთვის ნაცნობი ფერები და მათი კომბინაცია. ის, რასაც ჩვენი თვალები აღიქვამენ როგორც სხვადასხვა ფერებს, რეალურად არის სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეები, რომელშიც დამალული არის ინფორმაცია მასალების ქიმიურ შემადგენლობაზე და მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე. მეცნიერების დარგები, რომლებიც შეისწავლის სინათლეს და მის ურთიერთქმედებას მატერიასთან, არის სპექტრომეტრია და ოპტიკა. ამ ორი სფეროს წყალობით შესაძლებელი არის სისხლში ნივთიერებების რაოდენობის განსაზღვრა, პლანეტების ატმოსფეროს კვლევა და დაავადებების ადრეული აღმოჩენა. ბიოსამედიცინო სფეროს გარდა, ეს ორი დარგი აქტიურად გამოიყენება სამხედრო თავდაცვით და ტელეკომუნიკაციის სფეროებში. მათი წყალობით დღეს ჩვენ გვაქვს თანამედროვე ოპტიკური ინტერნეტი. სინათლის ფუნდამენტალური ნაწილაკები, ფოტონები არიან ინფორმაციის მატარებლები, რომლების კონტროლზეც და ანალიზეც იგება ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია. ერთ-ერთი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც სპეციალიზირდება ოპტიკას და სპექტრომეტრიაში, არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი. კარგი, წავიდეთ. შევიდეთ. შევიდეთ. აჰა. შვენე. ბანოზოზო, რომ მოგვიყვეთ, რამდენი ხანია რაც თქვენ ამ ლაბორატორიაში მუშაობთ, რა სპეციალობისა ხართ, რაზე მუშაობს თქვენი ჯგუფი, რა არის თქვენ თავი საინტერესო სფეროები, რაც მუსაკი მუშაობა. კი ბატონო, მე ესე იგი ძირითადად ასე ვთქვათ ვარ აქ 2003 წლიდან. ესე იგი ლაბორატორია მუშაობს ოპტიკის და სპექტროსკოპიის მიმართულებით. მე ვარ ამ მიმართულების ასე ვთქვათ ამ სპეციალისტი. კერძოდ, კვანტური ელექტრონიკის, ან ლაზერების ფიზიკის, ლაზერული სპექტროსკოპიის და სინათლის და ნივთიერების ურთიერთქმედების. ახლა რა არის? აქ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება. ესე იგი ეს არის ეს ოპტიკურ სპექტროსკოპიული კვლევები გამოყენებითი ხასიათის, სადაც ეს თუნდაც იგივე ეს დრონების ლოკატორის მიმართულებაა. ერთ-ერთი ძირითადი. მეორე მიმართულება ეს არის ოპტიკის და სპექტროსკოპიის გამოყენება ბიომედიცინის მიმართულებით, ანუ ბიოსამედიცინო ოპტიკა და სპექტროსკოპია და მესამე მიმართულება უკვე ფიზიკის ფუნდამენტური საკითხების კვლევა, კერძოდ ახლა ოპტიკაში ვიკვლევთ სინათლის დიფრაქციას, რომელიც პრინციპში ამოუწურავი თემაა, იმიტომ რომ ეხება ფიზიკის ფუნდამენტს და ძალიან საინტერესო კვლევები გვაქვს, აი სივრცე გვაქვს ძალიან დიდი და აი ამ დიდ სივრცეში ვაკეთებთ აი ამ ცდებს. აი სამი მიმართულება გვაქვს. აი ეს ესე იგი დრონების ასე ვთქვათ, ლოკატორის, ლიდარის კვლევები მიყავს ჩვენ ასე ვთქვათ მეცნიერ თანამშრომელს გიორგი კაჩლიშვილს. დანარჩენიც, აგერ გიორგი მოგიყვებათ უფრო დეტალურად ამ საკითხების შესახებ. რაც შეეხება მე აგერ მოგიყვებით ბიოსამედიცინო შესახებ და დიფრაქციის შესახებაც გეტყვით. ესე იგი რაშია ჩვენ ესე იგი ვსწავლობთ ცოცხალი ქსოვილის, ან ადამიანის ქსოვილების სპექტროსკოპიას. გვანათებთ ლაზერის საშუალებით, ეს არის უწყინარი დოზები, ან თეთრი სინათლის საშუალებით და გამოძახილს, ანუ არეკვლელ ოპტიკურ სიგნალს ვიწერთ. ხდება ამისი როგორც სპექტრალური სპექტრის ჩაწერა, ასევე ხდება თითოეული სპექტრალური კომპონენტის დროში ჩაწერა და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის გამოყენება სამედიცინო დანიშნულებისათვის, ანუ მიმართულია მთლიანად ადამიანის კეთილდღეობისკენ. ანუ თუ სწორად მივხვდი, ესე იგი პრინციპი იმაშია, რომ ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტალღის სიგრძეებს, ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ ვეძახით ფერებს, ასე ვთქვათ, იმისათვის რომ ნახოთ სელექტიურად გააჩნია მასალა, რომელსაც შევისწავლით, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენი მასალა არის ადამიანის კანი ან სხვა რაღაც ზედაპირი, გააჩნია რისგან შედგება თუ როგორ ფუნქციონირებს, როგორ ირეკლავს ან შთანთქავს კონკრეტულ ტალღის სიგრძეებს, ანუ ფერებს. კი, რაშია რა თქმა უნდა, ახლა ადამიანი ძალიან რთული
ფიზიკის თვალსაზრისით ძალიან ფიზიკური სისტემა, გასაგებია, ეს არ არის ატომი და მოლეკულა, სადაც შედარებით დავუშვათ, შეიძლება რაღაც მარტივად, შედარებით მარტივად, რა თქმა უნდა, აღწერო ეს ყველაფერი და ამიტომ გარკვეულ ემპირიული ცოდნის დაგროვებას ეფუძნება ეს ეტალონების შემოტანას ეფუძნება, მაგალითად, აი ძალიან საინტერესოა, აი სპექტროსკოპია, თქვენ რომ აიღოთ ჯამრთელი ქსოვილი, მას და გადაიღოთ მისი სპექტრი ერთია, დაუშვათ იგივე დაავადებული ქსოვილი, კატასტროფულად განსხვავდება. თან საინტერესო რა არის, მაგრამ რომ ჯამრთელის სპექტრები არის ძალიან ლამაზი. აი ესთეტიური თვალსაზრისით შეხედავთ, ლამაზია. და როგორც კი დაავადებულია, აი სილამაზე ინგრევა. ანუ ესეც ჩანს. ჩვენ ვაკეთებთ კერძოდ დავუშვათ აი ოპტიკური სპექტროების შესაძლებელია კიბოს, ადენომას ასე ტიპის ქსოვილების გარჩევა ერთმანეთს. ანუ რაც ზედაპირზე არის კანის დაუშვა თუ რაც არის ქსოვილი საოპერაციო მასალად შეიძლება. პოსტოპერაციული მასალა დავუშვათ ოპერაცია ჩატარდა, მასალა გაქვთ და ამაზე შეიძლება დაასხივოთ და დაადგინოთ დავუშვათ აი ეს ქსოვილი ადენომატოზურია თუ დავუშვათ კიბოა თუ რა არის. ანუ რაც მაგალითად უშუალოდ კანის ზედაპირთან ახლოს არის, ის სისქე, რომელზეც სინათლე ახერხებს შევიდეს, იქ რაც ხდება, იმის დანახვა შეგვიძლია ახლა. იმის დანახვა, რა თქმა უნდა. რომ აგვიხსნათ მაგალითად აი ამ უბანში რა არის, რა მოწყობილობები არის, როგორ იყენებთ, აგერ ხედავ ერთი სპექტრომეტრი არის. აქ სპექტრომეტრია ძირითადად. ახლა აქ ეს ოთახი მაინც განკუთვნილია ძირითადად აი ეს ასე ვთქვათ დრონის თემატიკისთვის. აქ ნაკლებად იქით ოთახი გვაქვს სპეციალური, სადაც ეს ბიოსამედიცინო ტიპის კვლევებს ვაკეთებთ. თუმცა აქაც გამოტანილია ეს სპექტრომეტრებს, რასაც ვიყენებთ, ეს მინიატურულია ფაქტიურად, ეს შეიძლება აი პატარა მაგიდაზე დადგა და აკონტროლო მაგალითად, რავი, კლინიკაში შეიძლება გამოიყენო თავისუფლად. აი ამ სინათლეს რომელიც ანათებს გვერდზე ხედავთ ოდნავ კუთხეში სპექტრს. გააჩნია იმას, ჩვენი სინათლის წყარო რა მასალისგან არის, რა ტიპის გაზი არის თუ რა ტიპის შუქური დიოდი არის, ჩვენ ვღებულობთ განსხვავებულ სპექტრს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ქიმიური შემადგენლობა იმ მასალისა, რომელიც უშუალოდ გამოსცემს სინათლეს, თუ განსხვავებულია, ჩვენ გვექნება განსხვავებული სინათლის სპექტრი. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი დიფრაქციული მესერების გამოყენებით დავინახოთ სპექტრი, რომელიც გამომდინარეობს რაღაც სინათლის წყაროდან და გამომდინარე იქიდან თუ როგორია ეს სინათლის წყარო, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რეალურად რა ქიმიური შემადგენლობა აქვს მას. ანუ ჩვენ თუ წავით ეხლა და შევხედეთ ჩვეულებრივ შუქის დიოდს, თეთრ ლედებს, ჩვენ დავინახავთ, რომ მას გააჩნია გარკვეული სპექტრი. ხოლო დაუშვათ ჰალოგენურ ნატურას თუ დაუშვათ სხვა ტიპის ნატურას, გამომდინარე იქიდან რომ განსხვავებული მასალისგან არის გაკეთებული, განსჩნია განსხვავებული სპექტრი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია სპექტრომეტრია იმისათვის გამოვიყენოთ, რომ გავიგოთ რა მასალისგან არის გაკეთებული რაღაცა სინათლის წყარო, ან თუ ჩვენ გვაქვს მასალა, რომელიც არის სინათლის წყაროსა და ჩვენს თვალს თუ კამერას თუ დეტექტორს შორის, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ რა ტიპის მასალა არის, რაც გვაქვს სინათლის გზაში. აბა, ხო. 306. აი ესეც. აი ესეთ სისტემაა რა. აწყობილი ხა, აი ამ ხელა მაგიდაზე შეიძლება ეს ყველაფერი მოათავსო. ამის სურათებიც გვაქვს და ეს არის სინათლის წყარო. სხვა ტიპის სინათლის წყაროებია. ეს არის ზონდი, ესე იგი, ერთი ბოლო უერთდება სინათლის წყაროს. შეგვიძლია აქ გავაკეთოთ და შევხედოთ. ასე ვთქვათ, ერთი ბოლო ეს შეუერთდება სინათლის წყაროს. აჰა. ბატონო, რო აგვიხსნა ზოგადად ეს ზონდი რისთვის გამოიყენება, როგორ ფუნქციონირებს? ესე იგი, ჩვენ ახლა ამით ვზომავთ ქსოვილებიდან, ადამიანის ქსოვილებიდან არ იყოს ნებისმიერი გარემო, შეიძლება იყოს, აი ვაშლის ზედაპირი, ისეთი ღრიერი, სადაც განჭოლვა შეუძლებელია. ამით შეიძლება ოპტიკური ინფორმაციის ამოღება. ნუ პრინციპში ცნობილია, რომ ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ინფორმატიული არის საერთოდ ოპტიკური სპექტროსკოპია. ან თუ გვაინტერესებს ახლა ელექტრონული დონეები, მასალა რა არის, როგორ არის მოწყობილი, ბირთვზე არ არის საუბარი, აი ელექტრონულ დონეზე.
ატომურ მოლეკულურ დონეზე სპექტროსკოპია ყველაზე უფრო სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა. ანუ ჩვენ ამ ზონდის გამოყენებით შეგვიძლია რომ ერთის მხრივ რაღაცა სინათლის წყარო გამოვიყენოთ, რომ დავასხივოთ ჩვენი ზედაპირი და მე ეს ზონდივე ამ ინფორმაციას უკან იღებს და შეგვიძლია უკვე სპექტრომეტრის გამოყენებით გავანალიზოთ რა ტალღის სიგრძეები იყო არაკლი და რა იყო შთანთქმა. ახლა ეს არის შეერთებული. ახლა როგორ არის? ეს არის ფაქტობრივად, ესე იგი, ერთი ბოლო სინათლის წყაროში, ეს არის თეთრი სინათლის წყარო, თუმცა შეიძლება ლაზერიც იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ. თავარია ოპტიკურად კორექტულად შევიყვანოთ გამოსხივება და შემდეგ აი ამ ზონდის საშუალებით აი ესე ნებისმიერ გზაზე მიტანით, შესაძლებელია აი ესე მიიტანთ და გააჩნია რა სინათლის წყარო გვაქვს, ჩვენ გვაქვს განსხვავებული სპექტრი. დავუშვათ ულტრაისფერში, დავუშვათ ინფრაწითელში და შესაბამისად ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ ამოვიღოთ რაღაცგან არის განსხვავებული. ეს სინათლე მოდის აი ამ ბუჩკოვანი კაბელის მეშვეობით, აქა და შემდეგ ხდება ამისი წამოღება და მოტანა ზონდამდე. ზონდი უკვე თვითონ მუშაობს როგორც, ასე ვთქვათ, ფანარი, რომელსაც მოაქვს სინათლე აქედან. ჩავთვალოთ ეს დიდი მილი სინათლისათვის და ამ მილის მეშვეობით ეს სინათლე მოაღწევს აქამდე, გამოდის უკვე აქედან და ხდება დავუშვათ რაღაც ზედაპირს, ეს შეიძლება იყოს ჩვენი კანი, ან რაღაც კონკრეტული მასალა დავუშვათ ხე, ან ფურცელი, ან რაღაცა მასალა, რომელიც უნდა შევისწავლოთ, ესგან შედგება, დავუშვათ მინერალები, ან ქიმიური მინაერთები და უკვე აქედან დაბრუნებული ინფორმაცია ისევე გადის უკან და მილის მეშვეობით აქ ხდება მისი, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად დაშლა. ერთი ნაწილი არის ის, რომელიც მოდიოდა აქამდე და შემოდიოდა აქა და მეორე არის დაბრუნებული სინათლის ნაწილი, რომელიც უკვე აქედან მიდის და მოემართება სპექტრომეტრში, რომელიც უკვე ჩვენ შეგვიძლია მე გავაანალიზოთ ციფრულად კომპიუტერის მეშვეობით და დავინახოთ თუ რა ხდება მანდ. ეს უერთდება აი ამას. ეს შემდეგ ესე იგი უკავშირდება სპექტრომეტრი იმას რა ქვია ლეპტოპს. ბატონ ზაზა, რო გითხრათ ეს რა მიკროსკოპია, რისთვის შესაძლებელია მის გამოყენება? ნუ ოპტიკური მიკროსკოპია. შესაბამისად, მისი გამოყენება ესე იგი გამოსავალი აქვს ციფრული. ან შეგვიძლია ესე იგი ინფორმაცია, რასაც ადრე დავში თვალით უყურებდი, ციფრულად მიიღო კომპიუტერის ეკრანზე. შესაბამისად დაამუშავა ხა მიკროსკოპი გასაგებია რომ მრავალი რა ქვია დანიშნულება გააჩნია, ესე იგი და შეიძლება დავშოთ იგივე რა შეეხება დავშოთ ბიომედიცინას, შეიძლება ქსოვილის ნიმუშები გადაიღო პრობლემოთ სხვადასხვა დონეზე. ნუ სადაც ეს ოპტიკური გარჩევადობა ყოფნის. აქეთკენ თუ ავშტები ეს ულტრაისფერი ლაზერი ეს არის ულტრაისფერი ლაზერი, ამას ვიყენებთ ესე იგი რათვისებ აქ რომ ამ ლაზერის დასხივება იწვევს ლუმინესცენციას. ლუმინესცენცია სოვილში და სხვადასხვა ნივთიერებებში რომ ულტრაისფერია, ულტრაისფერი კვანტია, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული, ამიტომ იწვევს აგზნებას ელექტრონული დონეების სხვადასხვა ნივთიერებაში და მე შემდეგ უკვე უკან რელაქსაციის დროს, უკან დაბრუნების დროს ხდება სხვადასხვა დიაპაზონის სინათლის გამოსხივება. სწორედ აი სპექტროსკოპია ამას ემსახურება, ხდება ამ სინათლის ჩაწერა და მე მისი ანალიზით ამ თვისებების გამოკვლევა. ანუ ლუმინესცენცია არის პრაქტიკულად სინათლის გამოყოფა, დავშვათ როგორც ასე ვთქვათ, ფოტოაქტიური ნივთიერებები, როგორც ასე ვთქვათ, ესეთ სინათლეებში რომ არო ტეხავენ ესე და ანათებს. ნუ იქ აგზნება ხდება სხვა მეთოდით. შეიძლება ეს იყოს აგზნება, შეიძლება იყოს ეს შეიძლება იყოს ქიმიური რეაქცია, შეიძლება მექანიკურად დაარტყა და აგზნოთ და ოდეს აგზნება და მერე გადმოსხივდეს, შეიძლება გააკეთო ოპტიკურად. ნუ სპექტროსკოპია როგორც ესე ოპტიკურ მეთოდებს იყენებს, ფაქიზია, იმიტომ რომ ნაკლებად დამაზიანებელია. ეს და ლუმინესცენცია და ფლუორესცენცია ერთმანეთსგან როგორ განსხვავდება? ეს რა იქ დაყოფა არის ხანგრძლივობის მიხედვით, ესე იგი სწრაფი, უფრო შედარებით ნაკლებად სწრაფი და ნელი ფოსფორესცენცია. აი ეს ის არის ტერმინოლოგიური. ნუ ბუნებრივია მექანიზმები სხვადასხვა, იმიტომ რომ ის დიდი სისხლის ხანგრძლივობა იქ როგორც წესი აკრძალულ
აკრძალულ გადასვლებთან გვაქვს საქმე, როდესაც კარგად გარჩი ესეთი დაშვებული გადასვლა ელექტრონული აგზნება, იქ ბუნებრივია რომ სწრაფია. აი საშუალოდ ატომებში მაგალითად ეს ნანოწამები, ანუ მე მილიონები წამების, აი ამ დროის განმავლობაში ხდება ასეთი აგზნებული ატომების დეაქტივაცია. აჰა, ოკეი. მოდ ბატონზაზა რო ჩავთოთ იქ თემას და ვნახოთ როგორ მუშაობს ჩვენი სპექტრომეტრი. მოვსინჯოთ რაღაც ზედაპირების დათვალიერება. აი, შეხედეთ ეს არის სინათლის წყარო. თეთრი სინათლის წყარო, აი ხელით არის. აბსოლუტურად უწყინარ ხედავთ, აი ხედავთ თითქოს ხედა გაწითლდა. ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი სინათლე, თეთრი სინათლე რთული სინათლეა, შედგება სხვადასხვა ფერის ფოტონებისაგან და ეს რას ნიშნავს, რომ წვანე, ლურჯი ფოტონები შტაინდგა ხელში წითელი გამოვიდა. ანუ წითელი გამოვიდა და ეს წითელი ახლა არის ინფორმაციის წყარო, მას მოაქვს ინფორმაცია იმ პროცესებზე, რაც აი თითში ხდება. თუ შესაბამისად მერთით დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, სისხლის მიმოქცევასთან, სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებთან და ასე შემდეგ. ინფრაწითელი ბუნებრივია არ ჩანს. უხილავია, მაგრამ იმის შეღწევადობა კიდევ უფრო მეტია, ну ბუნებრივია რაღაც ფანჯარა არსებობს, სადაც უკვე მე უკვე ძალიან იქით ინფრაწითელობაში უკვე წყალი იწყებს შთანთქმას, ამიტომ ჩვენ რო ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ მუშაობს იგივე ეს ფენომენი როგორიცაა შთანთქმა, ხო? ეხლა ის ფაქტი რომ ჩემი თითი წითლდება, ზუსტად იმის მაჩვენებელი არის, რომ თვითონ ქიმიური შემადგენლობა ჩემი თითისა იმ მონაკვეთისა, სადაც გადის ეს სინათლე, ისეთი არის, რომ მარტო წითელ სინათლეს შეუძლია რომ გავიდეს. ხოლო ლურჯი და მწვანე როგორც ბატონზაზამ ახსენა, შთანთქმა იმის გამო ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ჩემს სისხლშია თუ ჩემს ქსოვილებში არის, შთანთქავენ სინათლის მონაკვეთებს. და ამის გამო ხედავთ, რომ მარტო წითელი ფერი გამოდის. მე თუ მექნებოდა დაუშვათ განსხვავებული შემადგენლობის ქსოვილები, დავუშვათ სხვა რაღაცეებისგან, სხვა ორგანომოლეკულებისგან შედგებოდეს, შეიძლება განსხვავებული სინათლე გამოსულიყო. მაგრამ ფაქტი იმაშია ის, რომ ჩვენი თვალისთვის ყველაფერი წითლად ჩანს, მაგრამ თუ ჩვენ ეს გავზომეთ სპექტრომეტრულად და ჩავშალეთ ეს ფერები სხვა ბევრ ქვეფერად, ბევრ ქვე-ტალღის სიგრძედ, ჩვენ შეგვიძლია რომ პატარ-პატარა განსხვავებებსაც ჩვენი თვალი ვერ ხედავს, დავინახოთ სპექტრომეტრების გამოყენებით, რომლებიც მე უკვე შეგვიძლია ჩვენ გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია და მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განსხვავებები არის ქსოვილში, დროში, ადამიანებს შორის, დაავადებებისა და ჯანმრთელ ქსოვილებს შორის და ამით გავიგოთ ბევრი რაღაცა, რასაც ვერ შევამჩნევდით სხვა მეთოდიკით. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი უპირატესობა სპექტრომეტრის, რომ ის გვაძლევს ინფორმაციას სინათლის, ასე ვთქვათ, ურთიერთქმედების გამომდინარე სხვადასხვა მასალებთან. მოდი ხე შევერთოთ, ხო, გვინდა ამის ესე იგი ეს არის source, სინათლის წყარო, ეხლა ამის შევერთებ აქ. ეს არის სპეციალური ზონდი, ნუ ხა სქემები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სქემა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი სინათლის წყარო შევაერთე აქ. ხედავთ, აი ზონში გამოვიდა უკვე სინათლე, აი ეხლა როგორ არის, აქ მოდის 6 ბოჭკო, 6 წალი ბოჭკო ესეთი, წარმოვიდგინეთ ძაფი, 6 ძაფი. ეს ძაფი არის ეს წრიულად განლაგებული და შუაში მე-7 არის მიმღები. ანუ ეს 6 ეხლა უბრალოდ აი თითზე მივიტანე და თითს დაასხივებს და მე-7 აქედან შიგნით შესულ და უკან დაბრუნებულ ფოტონებს მოკრიფავს და გაუშვებს სპექტრომეტრზე. მოდით მოვსინჯოთ, ნახოთ. ეხლა მოვსინჯოთ, ეხლა ჩავერთოთ სპექტრომეტრი, სპექტრომეტრი შეერთებულია. ეხლა ეს უნდა შევაერთოთ კომპიუტერთან. ხედავთ, ეხლა ასე ვთქვათ, აი აქ ხდება მიმღებში ხდება ფანჯრიდან შემოსული სინათლე. ვინაიდან ის რაც გამოდის სინათლის წყაროდან, ის არაფერსგან არ აირეკლება, ანუ ის ფოტონები უკან აღარ გვიბრუნდება და შესაბამისად ის ფოტონები ხდება აქ, რაც შემოდის, რაც აღწევს პანჯარაში. ეხლა ჩვენ ხედავთ პანჯარას რეალურად. პანჯარას რეალურად პანჯარიდან შემოსულ სინათლეს. აჰა. და ეხლა მაგათაც ჩვენ რომ მივანათოთ ჩემი ტელეფონის მეშვეობით. დაინახავ ჩემი ტელეფონიდან შემოსული თეთრი ლედის ხო. სპექტრს ხედავთ. აჰა. აი ეგერ არის. აი, მისი დამახასიათებელი 450 ნანომეტრზე ხედავთ მაგას. კი, ან ჩვენ ხედავთ რომ
ლურჯი არის საკმაოდ ბევრი აქა, აი ეს ასე ვთქვათ პიკი, ის პატარა წვეტი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, არის ზუსტად ლურჯ დიაპაზონში. იმიტომ რომ აი ამ თეთრ ნატურებს, ამ ლედებს ახასიათებს დიდი რაოდენობით ლურჯი. წითელი და ნარინჯისფერი და სხვა ფერები უფრო მაღალი ტალღის სიგრძეები ნაკლები არის. ჩვენ თუ შევხედავთ სინათლეს, რომელიც მოდის ფანჯრიდან, ჩვენ დავინახავთ, რომ გადანაწილება არის ბევრად უფრო გადახრილი წითელი და ნარინჯისფერი ფერისაკენ, უფრო მეტად გადახრილი არის გრძელი დიდი ტალღის სიგრძეებისაკენ და ნაკლები არის ლურჯი პროპორციულად ვიდრე სხვა ფერები. ანუ ეხლა ეს რა არის? არის მზის სინათლე პანჯარაში შემოსული. ანუ ის რაც გაფილტრა პანჯარა. ზუსტად ამიტომაც არის, რომ სინათლე, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ აქეთკენ, პლუს ის ფაქტი, რომ ეს ეცემა ფარდებს, გვეჩვენება უფრო ყვითლად, რომ შევხედოთ, სინათლე არის აქეთკენ უფრო ყვითელი, ვიდრე არის დაუშვათ იგივე ჩვენს ტელეფონებში, სადაც არის ლედები, რომლებიც ბევრად მეტად თეთრი არის, მაგრამ რეალურად თეთრი იმის გამო არის, რომ პროპორცია ლურჯისა, როგორც შემადგენლის, არის უფრო მაღალი. ხოლო ჩვეულებრივ მზის სინათლეში წითელი და ნარინჯისფერი და უფრო გრძელი ტალღის სიგრძეები უფრო მეტი არის ვიდრე ჩვეულებრივ ლედებში. თუ დაუშვათ დაუხვედრებთ აი ამ სინათლეს ბარიერს, რომელიც უკან აბრუნებს სინათლეს, ამ შემთხვევაში თითია, შეხედეთ შეიცვლება სურათი და ეხლა უკვე გამოსახულება არის, ესე იგი სინათლის წყარო დამატებული ის სინათლე, რაც ჩემი თითიდან არეკლის შედეგად დაბრუნდა. აი მარცხენა მხარეს მწვანე დიაპაზონში ეს არის 500-დან 560 ნანომეტრამდე, აი ეს ჩანს W, ეს არის მახასიათებელი კანის არეკლის სპექტრი. ანუ ჩვენ ეხლა მაგალითად რომ ავიღოთ და მივანათოთ ეს რაღაცა სხვა მასალას დავუშვოთ ჩვენს ხეს. აი სხვა რაღაცას დავინახე. ეს არის მაგალითად ნაცრისფერი. ხო, აი ეს არის ეხლა ეს არის დავუშვოთ ის სინათლე, რაც მოდის და აირეკლება აი ამ ნაცრისფერი მაუსის დამჭერიდან. კი, ჩვენ ხედავთ აქ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ზემოთკენ 700 და 900 ნანომეტრ შორის. ეს არის ინფრაწითელი, რომელიც თვალით არ ჩანს. და ჩვენ ახლა მაგალითად რო შევხედოთ ხეს, აქედან გადავედი და დავადეთ ხეს. ჩვენ ხედავთ ახლა რომ ხესზე განსხვავებული ფორმა აქვს ჩვენ გრაფიკს. და ვხედავთ იმას, რომ 700 და 900 ნანომეტრ შორის ინფრაწითელში შეიძლება ნაკლები ინფორმაცია არის და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვაქვს აქეთკენ. წითელსა და ნარინჯისფერის უბანში. მაგიტომაც არის რეალურად ჩვენ ხედავთ ხეს ვიზუალურად როგორც ყავისფერ მასალას. იმიტომ რომ ეს ყავისფერი ზუსტად არის ის, რომ ხდება არეკლა სინათლისა ნარინჯისფერ წითელს და ამ დიაპაზონებში. საინტერესო ყურე, ეხლა მივადე ქაღალდს, რაც იმის მაჩვენე ძალიან გავს ხის. ეს არის ხე. და ეხლა გადავიდეთ მოდით ამაზე. ეს არის ქაღალდი. შეახედოთ ქაღალდი? კი, ნამდვილად მსგავსები არიან. მსგავსები არიან. ანუ ბუნებრივია ეხლა ხის გამზადდება, ხომ? კარგი ქაღალდი ხის გამზადდება. კი, იმის მიუხედავად არის ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიზუალურად ამას აღვიქომთ როგორც განსხვავებულ ფერებს. ქაღალდი არის თეთრი და ეს არის ყავისფერი ხე, მაგრამ იმ მონაკვეთში, რომელიც ჩვენთვის უხილავი არის, ინფრაწითელში, დაახლოებით 700 ნანომეტრის ზემოთ, აქ ძალიან დიდი რაოდენობით მსგავსებები არის ამ ორ შორის. ბამბა. ესეც მსგავსია, აი. ეს არის ბამბა გადაღებული. ეხა მე დავადებ, ჩვენ ხედავთ, რომ აქ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არის 500 და 800 ნანომეტრ შორის. დავუკვირდეთ ფორმას, ეხლა მე მოხსენი, ეხლა შევხედოთ ბამბას. ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ მსგავსი არის, პრაქტიკულად იდენტური არის ეს ორი გრაფიკი. ქაღალდი, ბამბა. დაახლოებით აი ესე ხდება ჯანმრთელი და პათოლოგიური ქსოვილების გარჩევა ერთმანეთსაგან. ანუ რაღაცა საერთო აქვს, რაღაცა განსხვავებული და აი ასე ორი შედაფარდობითი ჩვენებით შეიძლება დაადგინო რამდენად ჯანმრთელია თუ დაავადებულია ესა თუ ის ქსოვილი. ეხლა შევხედოთ რამდენად განსხვავდება ქაღალდის სპექტრი და რამდენად განსხვავდება კანის სპექტრი. რო შევხედოთ ეკრანს, ეხლა ეს არის ქაღალდი, რაც უკვე ვნახეთ მაგამდე და ეხლა მე დავდებ ჩვენს ზონს ჩემს ხელზე და შეგვიძლია დავინახოთ განსხვავება. თუმცა მე რო გადავწიო ეხლა იმ მონაკვეთს, სადაც მე მაქვს ვენა, აი აქა მე ხა მიდევ ჩემი ვენის
ზემოთ. ეხლა კიდე მოვაშორებ ჩემ ვენას. ჩამო უფრო ქვემოთკენ. აი ხელის გულზე წაიღება, ხელის გულისკენ. მაგრამ ეხლა აქ ძნელია ესე დაანახო. აი ხა რო შევხედოთ მაგალითად ვენაზე უფრო მეტი არის ლურჯი, არეკლილი და ეხლა ნელ-ნელა რო ჩამოვწიოთ, ჩვენ ხედავთ რომ ლურჯის რაოდენობა შემცირდა. ხო, მცირდება კი ბატონო. კი. ეხლა ხელის გულს რაც შეეხება, ხელის გულზე რომ მოვათავსო. აქაც ოდნავ განსხვავებული ფორმაა, როგორც ამბობდით, მელანინის რაოდენობა ნაკლები არის, შესაბამისად განსხვავებული შთანთმაც არის აქეთკენ. ეს არის დანადგარი, რომელიც ჩვენ ავაწყოთ და გამოვიყენეთ ჯოენის კლინიკაში. საკვლევად უბრალოდ აი მარტივად რაც გაჩვენეთ რა, პერსონალური კომპიუტერია, აი ეს სპექტრომეტრია და სინათლის წყარო და ზონდი. და ნუ ეს სტანდარტი. და ამის შედეგი არის, აი ხედავთ, გადაღებულია აი აქ სპექტრი. ეს არის კანის ის სპექტრი, რომელიც მიიღება კანიდან არეკლილი სინათლით. ეხლა რა არის? ეს არის ერთი არის XC და მეორე არის შესაბამისი თეორიული მოდელი. თითქმის იდეალურია თანხმედრა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე რომ სპექტრს გადავიღებ, მე შემიძლია სხვადასხვა ბიოქიმიური დაუშვათ იქ მახასიათებლები ამოვიღო აქედან სისხლის. ну პირველი რაც არის არაინვაზიურია ხო ნახეთ რომ აქტიურად და გინდა ხო პატარა ნატურა დაინათე ხო არავით არ დაზიანება და სულ შეგიძლია აკონტროლო ასე ვთქვათ აი ეს ბიოქიმია ეს არის სპექტრი ეხლა მეორე ტიპის გამოსახულება ეს არის აი ეს თითოეული სფერი შეგვიძლია კიდევ დროში დავაკვირდეთ როგორ იქცევა და აი ეს არის პულსაციები, სისხლის პულსაციები და სუნთქვა ჩანს აი ამ გრაფიკზე. ანუ ეს პატარა პიკები არის გულისცემით გამოწვეული, აი ეს დიდი პიკები არის სუნთქვით და კიდე სხვადასხვა ეს 5 თუ 6 ფაქტორია ლიტერატურაში. აი ეს არის უყურეთ აი ეს ფურიე სპექტრი, ანუ ანალიზი ამ სიგნალის უკვე მათემატიკური დამუშავება, სადაც ჩანს რომ აი ეს არის გულისცემა, ეს არის სუნთქვა და ასე შემდეგ. აი ეს სისხლის წნევით გამოწვეული და რეგულაციის სხვადასხვა მექანიზმებით გამოწვეული პიკები. ანუ ხედავთ რომ აი ამ მარტივი დანადგარით, შეხედვით მარტივით, ხო? და შესაბამისი მათემატიკური მეთოდებით დამუშავების შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის გომარების მონიტორინგი. ანუ ჩვენ რეალურად ვღებულობთ ინფორმაციას ქიმიურ შემადგენლობაზე მასალისა და მეორე თუ ჩვენ გავაანალიზეთ ეს ასევე დროის მონაკვეთში შეგვიძლია დავინახოთ სხვადასხვა სიხშირეები რომელიც იწვევს ცვლილებებს. ეხლა აი აქ მაგალითად ეს რაც არის სწრაფი რხევა, ეს არის ცალსახად დაკავშირებული გულთან, კი იმიტომ რომ სწრაფად ხდება მისი ასე ვთქვათ გულისცემა, ხოლო ეს უფრო დიდი და უფრო გაშლილი პიკები არის სავარაუდოდ უფრო მეტად დაკავშირებული სუნთქვასთან და სისხლის წნევის რეგულაციასთან და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ. ეს თუ ჩვენ გავაანალიზეთ მათემატიკურად გარდაქმნით ეს ინფორმაცია სიხშირულ ინფორმაციაში, რასაც ქვია ფურიერის ანალიზი, კი, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გამოკვეთილი სიხშირეები. აი, უყურე, აქვევით კიდე არის შემდეგი ისა, ეს არის wavelet ანალიზი, ანუ რაშია ფურიერის ანალიზი მემაძლევს სიხშირეებს, ანუ ფერს მაძლევს, რა ფერის კომპონენტებისგან შედგება ეს ჩემი გამოსხივება და თუ მაინტერესებს როდის რა და აი ეს როგორ იქცევა, დროში როგორ იცვლება ეს უკვე შემდეგი საფეხურია wavelet ანალიზი და შემდეგ უკვე არაწფრივი დინამიკის სხვადასხვა მეთოდებია. ოსი განვითარებული მათემატიკური მეთოდებია, რომლის საშუალებითაც შეიძლება აი ეს ეფექტურად იქნას გამოყენებული აი ეს ინფორმაცია. ეხლა აქ საინტერესო რა არის? ჩვენ აქ აი გავაკეთეთ უკვე კლინიკაში გამოვცადეთ ოპერაციამდე ადამიანი და ოპერაციის შემდეგ. აკურათ ოპერაციამდე, ოპერაციის შემდეგ, ესე იგი არეკლის სპექტრები. ანუ რა არის ახლა სისხლის მიმოქცევა ქონდა დარღვეული, ჩაუტარეს, ასე ვთქვათ, ქირურგიული ოპერაცია და ეს აღადგინეს. აი ხედავთ განსხვავება როგორია ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. მე მგონი ეს იგივეა, აი ეს უფრო ნათლად აქ სქემაც არის, აი ყურე აი შეგიძლია აჩვენო. ეს ისევ ის არის ინტერფეისი IPPG-ს რო ვამბობდი, აი ყურე ინტერფეისია რა გამოდის კომპიუტერზე სხვადასხვა ფერი და აი ეს W ნახე. აი ეს ფურიე უფრო ლამაზად
აი, გაკეთებული. ხო, აი ეს ისევ ისე ნახე, დაავადებული და ჯანმრთელი. აი ეს შედარება. ჩვენს პირი ისე ქონდა, რა, აი ეს პირდაპირ ჩასიგა ოპერაციამდე, ოპერაციის შემდეგ. ასე იგი, რა შეგიძლია, აი, ოპერაცია რანაირად ეფექტურად ჩატარდა, მაგრამ ეს ექიმებს მაინც არ მოწონთ, იმიტომ რომ ფაქტიურად უკონტროლებ. ანუ ქონდა როგორც შემთხვევები, აი შედიხარ, აკეთებ, კაცმა გაუკეთეს ოპერაცია, გადაუღე, ესეთი ქონდა დაუშვათ, ოპერაციის მერე გადაუღე, ისევ ესეთი აქვს. 10-დან დაუშვათ იქ რაღაც შემთხვევებია, შედიხარ, ესეთი ქონდა. ბანოზაზე, მოდი დავაზუსტოთ. ეს უშუალოდ რა ქსოვილიდან არის გადაღებული? ეს არის ისევ თითიდან აღებული, არა, უგუნც არის რა, ხელი, ფეხი, იმიტომ რომ როდესაც აი სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, როგორც წესი იწყება ფეხიდან. და როგორც წესი არის ხოლმე რა, ასე იგი, ფეხზე არის დაზიანებული, ხელზე არის ჯანმრთელი. და რო ხდება, შენ იღებ ხელზე, იღებ ფეხზე, ამას ხარგოჯის ინდექსი ანალოგია ოპტიკური. ანუ ჩვენ რო ცნობილი პროცედურაა რა, ასე გზომავენ და შეიძლება წნევა გაზომო დაუშვათ ხელზე, გაზომო ფეხზე და მე ამათი შეფარდება გაძლევს დაავადების სიმძიმეს ხო. ანუ თუ სწორად მივხვდი, ამ გრაფიკზე ჩვენ ვხედავთ შეფარდებას სიგნალის მომენტს აღებული არის ფეხიდან და შემდეგ არის აღებული ხელიდან, ამ ორი შეფარდებით ჩვენ ვღებულობ წითელ და ლურჯ გრაფიკებს. წითელი ამ შემთხვევაში არის მაგალითი დაავადებული ადამიანის ნიმუშიდან, ფეხიდან და ხელიდან. ის არის ჯანმრთელი. და ლურჯი არის ჯანმრთელი. ესე იგი რა არის თუ ეს ფლატ ეს ჯანმრთელი ზეთია კიდე უფრო ჯანმრთელი ისე იგი საერთოდ სწორი ხაზი ის არის. ანუ ჩვენ ასაც ვხედავთ აქ არის რომ ზუსტად 520-დან 570 ნანომეტრის დიაპაზონში ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი განსხვავება ფორმაში. გვაქვს ესეთი ჩაზნექვა და ამოზნექვა. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია ალბათ უბრალოდ იმასთან, რომ სისხლი უკეთესად რო შედის, ჰემოგლობინის შთანთქმის ჰემოგლობინის პიკებია ეს. ჰემოგლობინის პიკები, იმიტომ რომ სისხლი ოქსი და დეოქსი ერთად რო აიღო, ეს გრაფიკებიც მაქვს სხვათა შორის მე გაკეთებული, აი აღებულია PPG აი სიგნალის სადაც უფრო დიდი მოდულაცია და ჰემოგლობინის პიკთან არის შედა ზუსტად იმეორებს. ანუ აი ეს არის ხიკი ჰემოგლობინის პიკებია. ფეხი, ნახე. Before surgical operation, აი ეს იყო. ესე იგი, ეს ring finger, ეს ფრისა თო. და ეს არის after surgical, ხედავ აღდგა. აი ეს ალბათ იმეების ჩვენებით, რომ ეს მაინც იქ ნორმირებული სიგნალებია. ეს უბრალოდ შედარება ოპერაციამდე, ოპერაციის შემდეგ. ეს აი სტანდარტული სპექტრი რა, ეს არის არეკვლის სპექტრი. აი ეს არის ესეთი კაი, პირდაპირ ჩანს, გამიგე აჩვენებ ადამიანს, აი ხედა ოპერაციამდე ესე იყო, ფეხში ფაქტიურად ეს დუბლვერასის სისხლი არ არის რა. ხო ეს პიკები რო არ არის, ხო პირდაპირ გაჩვენებს, რომ ესე იგი ჰემოგლობინი ნაკლებობა აქვს. აი ოპერაცია გაკეთდა. მაგრამ ნუ აი არ ვიცი რატო არაინტერესებთ ნაკლებად არიან. ყოველ შემთხვევაში დიდ იმას ენთუზიაზმს არ გამოხატავენ. ექიმები თუ პაციენტები? ექიმები პაციენტები პირიქით. კაც რო აჩვენებ რომ აი ეს ქონდა და ეს მიიღე პირიქით ემატება ეს. ხო, მესმის. ექიმებისათვის ექიმებისთვის კონტროლია, მესმის, გასაგებია ხა ადამიანს არავის არ სიამოვნებს, რომ გაკონტროლოს, მაგრამ მეორეს ხო როგორ გინდა ხა ჯანმრთელობა რომ გაბარი ადამიანი. თუმცა რეალურად, ოდესაც ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სამედიცინო პროცედურების ხარისხის გაუმჯობესება თუ კონტროლი, რა მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ, რომ შევაფასოთ ეს რიცხობრივად, გავზომოთ რეალურად და არა დავშვით რაღაცა სუბიექტური კრიტერიუმებით, ეს ამის საშუალებას იძლევა. ესეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სპექტრომეტრიული გაზომვები, თუ დაუშვათ იგივე შეფასება რენტგენების მეშვეობით, თუ ანგიოგრამების მეშვეობით, ზუსტად იმისთვის არის, რომ ჩვენ გავაკეთოთ ამისი რიცხობრივი ანალიზი და ეს ტექნიკა იმით გამოირჩევა თქმა უნდა, რომ არ არის ინვაზიური, ანუ არ გვიწევს დაზიანება ქსოვილისა, შეგვიძლია მის გაკეთება ბოლცინათლის მინათებით. ხო, ისე შეგვიძლია თან ის არის, რეალურ დროში შეერთებული გქონდეს ადამიანი და ეს მუდმივად აკონტროლო. არ არის პრობლემა.